სიყვარლებო, ჩემო კარგებო. გვინდა მე და ანაბელს მოგილოცოთ ახალი 2025 წლის შობა ახალი წელი და თითოეულ თქვენთაგანს უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიყვარული, სიხარული, წარმატება, თქვენი მიზნებისა და ოცნებების ასრულება და პირველ რიგში ამ წელს მოეტანოს მშვიდობა საქართველოსთვის. მე და ანაბელი სპეციალურად ესე შობის ფორმაში გამოვეწყვეთ, რომ თქვენთვის მოგველოცა ახალი წელი. მართალია, ცოტა დავიგვიანეთ, დღეს 11 იანვარია, მაგრამ არა უშავს. თუ რატომ დავიგვიანე და სად გავუჩინარდი, ამას ახლა ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ბავშვი უკვე დაღლილია. უნდა დავაწვინო, აი, კოცნასაც გიგზავნით ანაბელი, გაუგზავნე დედიკო კოცმა, აკოცე დედიკო, აკოცე დედიკო და მინდოდა რომ თქვენთან ერთად მოგველოცა ახალი წელი. გაუგზავნე დედიკო კოცნა? უთხარი დედიკო? გაუგზავნე კოცნა დედიკო? ოჩა! ჩემი ლამაზი გოგო, ეს ჩვენი ნაძვის ხეა, ნახეთ წელს რამოდენა ნაძვის ხე დავდგით. და არჩევანი ხელოვნურ ნაძვის დღეს შევაჩერეთ. მოკლედ, მე და ანაბელს გვინდა რომ მოგილოცოთ 2025 წლის შობა ახალი წელი. ყველას თითოეულ ჩემ მაყურებელს, თითოეულ თქვენთაგანს მინდა ჯანმრთელობა, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება გისურვოთ. აი ანაბელი კოცნასაც გიგზავნით, გაუგზავნე დედიკო კოცნა? ყოჩა, კარგი გოგო ხარ. მე და ანაბელს გვინდოდა რომ მოგველოცა თქვენთვის ახალი 2025 წელი. მართალია ცოტა დავიგვიანეთ, მაგრამ არა უშავს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. თუ სად ჩაუყვინდე და როგორ ვიყავით და რა ხდებოდა, ამას ეხავე მოგიყვებით. ჩემი გოგო არ მაცლის როგორც ხედავს, მაგრამ აი სპეციალურად თქვენთვის მოსალოცად დღეს 11 იანვარს გამოვიპრანჭეთ მე და ანაბელი, რომ მოგველოცა თქვენთვის ახალი წელი. ხო დედიკო? აკოცე დედიკო, გაუგზავნე კოცნა? აკოცე? კიდე აკოცე? მიდი დედიკო. აი ნახეთ, ეს ლელა დეიდას ნაჩუქარი, საახალწლო კაბა ჩავიცვით და აი ოჯახ, აი გოგო ხარ, ეს ჩვენი ნაძვის ხეა, რომელიც ახალი ამაზონზე შევიძინეთ. ხელოვნურია, მაგრამ ძალიან მოგწონს და ასევე სათამაშოებიც მივამატეთ ამაზონიდან. და მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველას ახალი წელი მოგილოცოთ და პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვო, ესე იგი მთელ საქართველოს და თითოეულ ქართველს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მე დარწმუნებული ვარ რომ მალე ეს მშვიდობა იქნება მსოფლიოში, მშვიდობა იქნება საქართველოში და თითოეული ქართველი თავის მიზანს მიაღწევს რომ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა და ევროპასთან ინტეგრაცია შევძლოთ და ამას სულ მალე მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, რადგან სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. დედიკო გაუგზავნე კოცნა? აკოცე დედიკო? აკოცე მაყურებელს? უთხარი? ერთი აკოცე და მეტი. კარგი. ეხლა ანაბელი დაგემშვიდობებათ და მე იმედია ეს დაიძინებს და შევძლებ გავაგრძელო ამ ვიდეოს ჩაწერა და მოგიყვებით თუ სად დავიკარგე. ნახეთ რა ლამაზი კაბა აცვია ანაბელს, რომელიც ლელა დეიდა მაჩუქა, როცა ის დაიბადა და კი მითხრა რომ დეკემბრისთვის კარგად ეკნებაო და მართალიც იყო. აკოცე დედიკო, აკოცე მაყურებელს? აკოცე? აკოცე კოცნა გაუგზავნე? კარგი, კარგი, დავემშვიდობოთ ახლა მაყურებელს. მე ანაბელს დავაწვენ და შემდეგ დაგიბრუნდებით. Happy New Year, გილოცა! Frohes neues Jahr! Gib mir meine zwei. Frohes neues! Juhu! Frohes neues Jahr, გილოცა და ახალ 2025 წელს. მრავალს დაესწარი ჯანმრთელად, ბედნიერად, ხვავი, ბარაკა, სიკეთე, სიხარული, მშვიდობა საქართველოს პირველ რიგში და მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა უკრაინას. გაუმარჯოს თავისუფალ ევროპულ საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს რუსებისგან განთავისუფლებას, რუსული ჯაშუშებისგან. ძალიან მიყვარხარ ყველანი, ნახეთ რა ხდება. ჩვენს
პატარას ძინავს სამწუხაროდ. 12-მდე ვეღარ გაძლო. და რა თქმა უნდა არც დავაძალეთ. მოვიწყდა ეს არის ჩვენი ახალი ნაძვის ხე რომელიც ამაზონიდან გამოვიწერეთ ნახეთ რა მხელა წელს ხელოვნურ ნაძვის ხეზე გავაკეთეთ არჩევანი და ნახეთ რა კარგი გამოვიდა ახალი სათამაშოებიც მივამატეთ ორი შეფუთვა და ესეთი გამოვიდა ჩვენს პატარა სამწუხაროდ სცინავს ვაბანავით რა თქმა უნდა და მოკლედ დაიძინა. ვეღარ გაუძლო 12 საათს და ეს ჩვენი დივანი. ასე გამოიყურება ჩვენი ახალი წლის მაგიდა და ხვალ გავაკეთებ ორაგულს. მე როგორც იცით ვარ ვეგეტარიანელი. ნახეთ ჩურჩხელაც კი მაქვს ეს ტუტი ფრიში ნაყიდი. საქართველოში რო ვიყავით. ესენი ტუტი ფრიში ნაყიდი რაღაცეებია და გოზინაყი. და ესეც ჩურჩხელა. ნახეთ, ხა გავხსნი. კარგია რომ გამახსენდა რომ მქონდა. მოკლედ გილოცავთ ყველას ახალ წელს.